აი გაგრას დღესაც ვთებთან ვქერდები 45 წუთიან დასვენებაზე. ესეც საკმაოდ დიდია, საკმაოდ. ეს მე მგონი უფრო დიდიც კი, ეს უფრო დიდია და კი, ეს აშკარად უფრო დიდია. აი სიგანიში არის უფრო დიდი როგორც ჩანს. არის. ეს ვიდეო გადაღებულია დაახლოებით 1 თვის წინ. ეს არის 1 ნოემბერი. ახლა გავჩერდი ისევ იგივე ფრთები აღონ ცხები და ეს მე მგონი კიდევ უფრო გრძელი არის და ვნახოთ. ეს უფრო დიდია და ეს უფრო დიდია. ეს უფრო განიერია და რაღაც 6 მეტრით უფრო გრძელი არის როგორც გადავთვალე რა. ის აშკარად სხვანაირი ტიპია და აშკარად უფრო განიერია, ფრთის ფორმა სხვანაირია. მეთქი იგივე ხო არაა თქო, მაგრამ არ არის კარგად გადავამოწმე და ნამდვილად სხვა არის. ეს კი გავს იმ ადგილს მეგობრებო, მაგრამ რეალურად ის ბერლინთან იყო სადღაც როგორც მახსოვს და ეს ჰანოვერისკენაა რა. თან ეხლა სხვა მანქანით ვარ და მართლა ერთმა დამიწერა კი, მაგრამ ყვითელი მანქანით რო იღებო ისე ვიდეოებსო რა ხდებაო და არაფერი არ ხდება იმ წინა ბოლოსაც აღნიშნე ეთყობა ყველას არ უნახია. უბრალოდ იმ მანქანით ბევრი მაქვს ვიდეოები გადაღებული რა. ჯერ ცოტა ხანი მაგ ყვითელი მანქანის ვიდეოებს შემოგთავაზებთ. და შემდეგ უკვე ამაზე გადავალ რა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი მასალა მაქვს გადაღებული და რამოდენიმეს ავარჩევ რა მოკლედ. ხო და მე შემოგთავაზებთ მეგობრებო, ამასაც გავაგრძელებ ამ მანქანით ახალ ისტორიებსაც შემოგთავაზებთ. ხო მართლა ამ მანქანაზე რაღაც სერვისი ჩაუტარეს რა და იქ რაღაცა მედოდა რო აწიეს, ეს კი დაკეტეს, მაგრამ გადმოვარდნილა და დაცემულა ლაბაოის. და ეხა უკვე ახალი ლაბაოი მაქვს, აქ ბზარი ქონდა ამ ლაბაოისაც ამ მანქანის ბოლო რა, პირველი, მაგრამ ბოლო ვიდეო თუ გაქვთ ნანახი, ბზარი ქონდა და მოკლედ ეს შემიცვალეს ეხლა რა. მოკლედ ეგრე მეგობრებო. აბა თქვენც, ყოჩაღად ყველა.